ახეთ ბიჭო, კაი გლოვო და ვოლტი კერძო კომპანიებია და თან ქართული არა. მაგრამ ეს ხო არის სახელმწიფოს ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი. ტენდერში ვიღაცა გამარჯვებული ქართული კომპანია და დასაქმებული ეს უჯიშო ჩამოთესლებული ვიღაცა დედამოტყნული ერი. აი ესენი. ახლა ხმაურია ქუჩაში ერთი მე გავაგზელებ. შეხედეთ, ეს ახლა ან ინდოელი ან პაკისტანელი. აგერ კიდე ორი. აი ამათი დაშევეთ, აი ამათი ჩამომთესლებლის დაშევეცინე. ეს არის თემქა. ახლა ცოტა ხანია ამ ვიდეოს უყურეთ, კანონი მიიღეს მაგაცინააღმდეგ. წუთი და 8 წამიანი ვიდეოა პარლამენტის ხდომის და ნახე და მე გავაგზავნოთ. 95 მოხდებული წინააღმდეგი კანონის სამოსმეთ კანონ პროექტი, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 წელი მუშაობდა, პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა. 1 ოქტომბრიდან სახელმწიფო არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად გამოყენების პრევენციას ახალი კანონით შეძლებს. კანონმა არალეგალების გაძევების პროცედურა გაამართლა. საქართველოში უვიზოთ ყოფნის წესების დარღვევისთვის კი ჯარიმები გაზარდა. კანონ პროექტის ამოქმედების შემდგომ ჩვენ ქვეყანას ეთება გამართული მიგრაციული კანონმდებლობა, რომელიც გაუძლებს ყველა იმ გამოწვევებს, რაც არსებობს მეზობელ ქვეყნებში და არაერთ ევროპულ ქვეყანაში. შესაბამისად, საქართველოს ექნება ეფექტური კანონმდებლობა იმისათვის, რომ ერთის მხრივ ხელი შეეწყოთ ტურისტებს იმოგზაურონ საქართველოში და ეს იყოს ეკონომიკისთვის დამატებითი სტიმული, ხოლო ადამიანები, ვინც ტურისტული მიზნით მოგზაურობას იყენებენ ქვეყანაში არაკანონიერად დასარჩენად და შემდგომში ჩვენ არაერთი შემთხვევა ვნახეთ, როდესაც ეს ადამიანები ჩადიან დანაშაულს, მათ შორის სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციულ გადასხმებებს, ამ ადამიანთან მიმართებაში კანონი იქნება უკაცრესი. მოკლედ ეს არის 27 ივნისი და 29 ივნისს დღის 3 საათზე არის დაგეგმილი შეკრება მუშტაეთის ბაღთან და საპროტესტო მსვლელობით გადაადგილება 100,000 მოწამის ხიდამდე. და ამ საპროტესტო აქციას აანონსებს ვინმე ხატია ჯანაშია. მე ახლა სიმართლე გითხრათ არ ვიცი ეს ადამიანი რა ორგანიზაციას წარმოადგენს, მაგრამ მოკლედ სწორ ქართულ საქმეს აკეთებს და საჭიროა გვერდში დგომა. ახლა ეს საპროტესტო აქცია რა თქმა უნდა მიმართულია მთავრობის წინააღმდეგ. აბა სხვა ვის წინააღმდეგ უნდა მიმართო, ხო? და ზოგადად ადვილია ახლა ვიღაცას რაღაცა დააბრალო და მithვეთებს მთავრობას და ხელი გავიშვირო მისკენ და აი შენი ბრალია. ბაზარი არა მასეცა მთავრობის ბრალია, აბა ვის ბრალია რომ გავისვა ნაყარ-ნუყარი ბინძურიერით ეს ქვეყანა. მაგრამ ახლა რა ხდება? სახელმწიფო და მთავრობა სახელმწიფოს წარმოადგენს, ხო? არის სამართლებრივი სუბიექტი, ხო? ანუ არასამართლებრივად ვერ მოიქცევა. აქვს რაღაცა ვალდებულებები და იმ ვალდებულებებს ვერ გადაუხობს, ხო? ანუ ვიღაცა რომელიღაცა ერებთან აქვს უვიზო თუ ვიზა თუ რაღაცა მიმოსვლის ხელშეკრულება და ვალდებულია ის ხალხი შემოუშვას. ან ამ სახელმწიფოსთან ვისაც აქვს უვიზო თუ რაღაცა ასეთი თემა არა, მოკლედ. და მე ახლა ჩემი ნება რო იყოს და ნებისმიერი კერძო პირის და ნებისმიერი საქართველოს მოგალაგით ცემატყებით გავდენით მაგათ ამ ქვეყნიდან, მაგრამ სახელმწიფო მაგას ხო ვერ გააკეთებს და ის მეორე ვიდეო იმიტომ გაჩვენეთ, რომ პარლამენტმა მიიღო რაღაცა კანონი, რომელიც ამკაცრებს ამ მიგრაციის კანონებს და ოქტომბრიდან შევაძალაში და მოკლედ რაღაცა ჩალიჩობენ რა ახლა ბორტობენ. მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ხო იქნება სიტყვაზე ეგ აქცია 29-ში. სინამდვილეში რეალურად სახელმწიფოს გვერდში დგომა გამოგვივა და როგორ? სახელმწიფოს ექნება სამართლებრივი ბერკეტი, მიზეზი თუ რაზგინა დაარქვით, მყარი ბერკეტი, რომ აი მოსახლეობის მოთხოვნით მე ვღებულობ ამ კანონს, ანუ ვამკაცრებ ამ კანონს უფრო. და რეალურად წინააღმდეგ წასვლა კი არა, გვერდში დგომა გამოდის და სწორიც იქნება. გვერდში დგომა ჭირდება სახელმწიფოს ახლა. მთავრობას კი არა, კოდს და ნაც და ვინმეს კი არა, სახელმწიფოს, საქართველოს ქართულ ერთს ჭირდება ახლა გვერდში დგომა. რომ რაღაცა კანონი ან ახალი დადგინდეს ან გამკაცდეს. ამიტომ ყველას ვალია 29-ში თუ არ გეცლებათ მოიცალოთ, თუ ვერ მოიცლით, ვიღაცას მაინც უთხრათ თქვენს მაგივრად წავიდეს, მოკლედ გვერდში დგომა ჭირდება ახლა ქართველებს ერთმანეთის. ახლა კიდე ვინ ხართ ვალდებული მაგ კონკრეტული რაღაცა წრის ხალხი. აი კურიერები, პრობლემა რო შეგექმნათ მაგათ გამო. ზუსტად თქვენ უნდა გამოხვიდეთ 29-ში. აი რაღაცა ერთი რაღაცა დაორგანიზებული რაღაცა ჯგუფი უნდა შექმნათ და თქვენც უნდა დაგვიდგეთ გვერდში. და კიდე ის ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც უკვე უმცირესობაში აღარ ხართ, თანაბარ რაოდენობაში ვართ ქართველებთან, რომლებიც ოდითგანვე ცხოვრობთ საქართველოში, ჩვენი ძმები ხართ და საქართველო არის თქვენი სამშობლო და თქვენი ქვეყანა. ესენი არიან სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები, აისორები და სხვადასხვა მოკლედ ერი, რომლებიც
დამსახურებულად ცხოვრობენ საქართველოში და უბრძოლიათ ამ ქვეყნისთვის და სისხლი დაუღრიათ ამ ქვეყნისთვის. ზუსტად თქვენი გვერდში დგომაც აუცილებელია. რომ ეს ქვეყანა რომ მარტო ქართველის არაა, მაგირო დაამტკიცოთ და მაგირო დაადასტუროთ. გამიგეთ? ანუ თქვენი გვერდში დგომაც საჭიროა. მოკლედ 29-ში აუცილებლად გავიდეთ, ვისი დაორგანიზებულიც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, დაუდგეთ ქართველები ერთმანეთის გვერდში და საქართველოს დამსახურებული მოქალაქეები, ასე რომ ვთქვათ. ანუ ვისაც გვაქვს ამ ცხოვრებაში ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება და ხვაწლი გვაქვს ამ ქვეყნისთვის, გავიდეთ და დავიცვათ ეს ქვეყანა აი მართლა სიბინძურისგან. ახლა ნუ დამიწყებთ ვიღაცები ქსენოფობობას და რაღაცა რასისტობას ფეხებზე მკიდია ზუსტად. ასე დროს ქსენოფობიც უნდა იყოს და რასისტი და უარესიც უნდა იყოს. ხო, მოკლედ გელოდებით 29-ში რა.